მე მინდა დავადასტურო, მე გავეცი ბრძანება, მესტიას დაპატრონებული ბანდიტების განადგურების და ერთი წამით ამას არ უნანობ. ეს იყო ბანდა იქ აფრასიძეების, რომელიც აკონტროლებდა თელ სვანეთს, რომელიც გამაგრებული იყო ჯერ კიდევ საბჭოს დროიდან მაღალ კოშკში. და ჩემი ბრძანებით ჩვენი ვერტმფრენებიდან გაიხსნილი იქნა ცეცხლი, მათ შორის რაკეტებით ეს კოშკები განადგურდა და მათ შორის ბანდიტებიც განადგურდნენ და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ვალერი გელაშვილის ლიკვიდაცია არ იყო ოღონდ დაგვეთილი, ვალერი გელაშვილის ზუსტად ინფორმაცია იყო დაგვეთილი. ესეც პრეზიდენტისგან მოდიოდა, პირადად თქვენ მოგცათ მან ეს დავალება. იმ შეხვედრას ვესწრებოდით 3 ადამიანი და ეს დავალება საკმაოდ კარგად წყალებში შეასრულა მერაბიშვილმა. წლის ივლისის დასაწყისში ჩემსა და პრეზიდენტს შორის შედგა ერთ-ერთი საუბარი. პირდაპირ კითხა, რას ფიქრობ იმაზე, რომ ჩვენი მთავარი საფრთხე მოვიცილოთ. დამისახლა ერთ-ერთი პიროვნება. და მან კონკრეტული გეგმა დამისახა, თუ ეს პიროვნება როგორ უნდა ყოფილიყო მოცილებული. ეს პიროვნება გახლავთ პატარკაჩვილი და კონკრეტული მაგალითი დამისახა პრეზიდენტმა მისი მოცილების. პრეზიდენტმა დაგიკვეთათ პატარკაჩვილის ლიკვიდაცია? კონკრეტულ სიტყვებს ვიძახი. ის უნდა მოვიცილოთ, როგორც მოიცილეს რაფიკ ხარირი. ეს გახლავთ ლიბანის პრეზიდენტი, რომელიც ააფეთქეს საკუთარ მანქანაში. დაიწყო ზარები კანცელარიიდან. დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მიღებული მქონდა 50 ზარი. გამიკავშირდნენ კანცელარიიდან და პრეზიდენტი ელოდება. ჩემი შეხვედრა შედგა და კაფეოთ მიმიტით ეს იმაზე, რომ თუ ტელევიზიის წის დავთმობდი, ამ შემთხვევაში ხელშეწყობა მექნებოდა სახელმწიფოს მხრიდან. როდესაც მიმდინარეობდა ვთქვათ აქცია ქუჩაში, უშუალოდ პრეზიდენტისაგან და პრეზიდენტის ადმინისტრაციისაგან, გიგი გულავასაგან მივიღე შენიშვნა, თუ რატომ მიმდინარეობდა, ვთქვათ ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ლაივში ამ აქციის ჩვენება. რის გულთვისაც უშუალოდ პრეზიდენტისთან მაქვს მიღებული შენიშვნა და ფაქტიურად მე მქონდა სამსახურში ბარდაკი და ვიყავი ქვეყნის მტერი. გიორგი არველაძის მეშვეობით, ყურზე ამბის მიტანით და ის რომ მე არ მექვემდებარებიან და არ მემორჩილებიან და ჩემს დავალებას არ ასრულებდნენ, იყო მუდმივი წუწუნი და საჩივარი თვითონ რუსთავიორის საქმიანობასთან დაკავშირებით და პიროვნებების მიმართ გავუჩნდათ მტრობა, მიდიოდა მოსმენა, დევნა და ასე შემდეგ. ჯერ კიდევ გუშინ მართლმადიდებლური ეკლესია შენდებოდა. დღეს დილით კი ხელვაჩაურის რაიონში მშენებარე ტაძართან მისულ მშენებლებს საეკლესიო პირებს და მრევლს ეკლესია დანგრეული დახვდათ. სპეცრასმა მანიფესტანტთა წინააღმდეგ წყლის ჯავრი და წრემლსადენი გაზი გამოიწვია.
და მე ამასინა რომელიღაც არცე იყო და ითქვა რომ არჩევნები ხდება 20 მილიონი პლუს 20 მილიონი 40 მილიონი ჩვენაც ვთვლით მინიმუმ ხდება მილიარდი ჩემი მოღვაწეობა ეძღვნება ჩემი ხალხის ჩვენი კონსტიტუციის დაცვას და პატივისცემს. ამ არჩევნებით დავამტკიცეთ, რომ ქართული დემოკრატია ვითარდება, რომ შეგვწევს საკმარისი სიმტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტების დასაცავად და გასაძლიერებლად. ამ არჩევნებს ხავს ერთი გამოკვეთილი გამარჯვებული და ეს არის სრულიად ქართული ერი, სრულიად საქართველოს ხალხი. წლის მარტში თვითმფრინავში მოსკოვიდან თბილისში გამოფრენის დროს გამოაცხადა, რომ აგვისტოში ის დედაქალაქს გადაიტანს სოხუმში. სეპარატისტების მიერ თამარაშენის და სხვა ჩვენ კონტროლ ქვეშ ყოფი სოფლების დაბომბაზე საპასუხოდ ჩვენ გავხსენით ცეცხლი და გადავედით შეტევაზე. გენერალი კობალაძე მისახედი იყო ბევრად უფრო ადრე და ეს ყოფილი გვარდიელები ზოგიერთი და სხვადასხვა ელემენტები და ესენი არიან ჩამოყალიბებული თავის მენტალიტეტით აბსოლუტურად კრიმინალური გადახდა და ეს ყველა ვიცოდით და კობალაძეს არ უნდა ებოგინა თავისუფლად საქართველოს